რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ხვალ საპროტესტო აქციის განახლებით იმუქრებიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მერიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა. ვინ დაგეგმა გაფიცვა რუსთავში, აღმოჩნდა, რომ ახალი კონკურსის წინააღმდეგ მძღოლებს დამსაქმებელი აბუნტებს. დამსაქმებელი კი იმავდროულად მძღოლების უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მფლობელიცაა. ვის ინტერესებში შედიოდა ქალაქის პარალიზება, ცოტნე გეგეჭკორიგი ამბობთ. Გამარჯობესეთ მანქანები, გამარჯობესეთ, უკეთესები შემოვიყვანეთ. ვინ მოგვერია, ვის შემოყავ, ყვითლები, ერთი აგვიწეით რა. ზაურ ციკლაური რუსთავის 19 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. რუსთავის სხვა მძღოლების მსგავსად გუშინ ისიც გაიფიცა და სამარშრუტო ხაზებზე კონკურსის გადავადება მოითხოვა. სამარშრუტო ხაზის ლიცენზიას, რომელზეც ციკლაური მუშაობს, შპს მაგისტრალი 21 ფლობს. საჯარო რეესტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ამონაწერით ამ შპს-ში წილების 50-50%-ს აკაკი ვარდოსანიძე და გოჩა ოკრიბელაშვილი ფლობენ. მაინტერესებს თქვენ ბრძანდებით თუ არა სატრანსპორტო ხაზების მფლობელი? არა, პასუხობთ. არა, არც შპს-ს არ ფლობ. არა. გოჩა ოკრიბელაშვილმა დღეს თქვა, რომ არა ლიცენზიებს, არამედ გადამზიდავ კომპანიას ფლობს. თუმცა როგორც ირკვევა მაგისტრალი 21, 19-ის გარდა 14 ნომერ და ლილულ რუსთავის ნომერ მეათე სამარშრუტო ხაზებს ემსახურება. აქ მდებარეობს, სადაც ახლა თქვენ იყვნენ. აქ ოფისი მდებარეობს შპს სტარტის, რომლის დირექტორიც მე ვარ და დამფუძნებელი. გარდა სტარტისა, რომელ კომპანიების მფლობელი ბრძანდებით, რომლის მეწილი? არც ერთის. მიმართეთ მარტო სტარტი. ყველა შეკითხვებზე მიმართეთ, სახელი და გვარს გეუნებით იურის. ოკრიბელაშვილი შპს მაგისტრალი 21-ის 50%-ის გარდა შპს მედიატორსა და ტრანსექსპრესის 100%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია რუსთავის 8 შიდა საქალაქო მარშრუტს ფლობს. გოჩა ოკრიბელაშვილის გვარი ფიგურირებს მძღოლების აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის დოკუმენტაციაშიც. ის რუსთავის სატრანსპორტო ეროვნული გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარეა. ოკრიბელაშვილს რუსთავში ერთ-ერთი შპს ოფისთან შევხვდით. მის გვერდით ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მე-14 სამარშრუტო ხაზის ბრიგადირი ჯონდო გოგუჩაშვილი დგას. იყო თუ არა არასამთავრობო ორგანიზაცია გუშინდელი გაფიცვის ორგანიზატორი. ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ის აქციას მხოლოდ რიგითი მოქალაქის სტატუსით ესწრებოდა. რატომ ესწრებოდი? რატო ესწრებოდი? იმიტომ ესწრებოდი, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ. რას ვქე რატო ესწრებოდი? რომ ცხოვრობთ იმით. კი, კანონი დავარღვიე? ინტერესი არ გაქვს. არა, კანონი დავარ. აქცია იყო და თქვენ რა გინდოდა ცხოვრობ? რას ვქე ამ მძღოლები რა ადამიანები არ არიან? მეც ადამიანი ვარ, რუსთაველი კაცი ვარ და ვესწრებოდი. ორგანიზაციის იურისტი სატელევიზიო კომენტარზე არ დაგვთანხმდა. რევაზ რიჟამაძემ სატელეფონო საუბარში გუშინდელ აქციასთან გოჩა ოკრიბელაშვილის კავშირი უარყო. თუმცა დაგვიდასტურა, რომ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე სამარშრუტო ხაზების ლიცენზიებს მართლაც ფლობს. ეს ფირმები არის უმცირესი ნაწილი იმ ფირმებთან შედარებით, რომლებიც გუშინ გაიფიცნენ და რომელთა ინტერესების დაცვასაც ვიხდით. ოკრიბელაშვილი არის ერთ-ერთი ან რამდენიმე ფირმის წარმომადგენელი და არა ყველა ფირმის. ერთ-ერთი ან რამდენიმე. ოკრიბელაშვილი მოგითხარ, რომ ერთისო მარტო. ახლა მე ვერ დაგიზუსტებდი, ერთი ან რამდენიმე ხარ. რევაზ რიჟამაძე, რუსთავის სატრანსპორტო ეროვნული გაერთიანება და გოჩა ოკრიბელაშვილი რუსთავის სამარშრუტო ხაზების მძღოლთა აქციებში სხვა დროსაც ფიგურირებდნენ. 2013 წლის 17 აპრილის მძღოლთა მიტინგი მაშინ რევაზ რიჟამაძემ Facebook-ის გვერდზე დაანონსა. გადაიდოს რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე დაგეგმილი ტენდერი, რომლის ამოცანას წარმოადგენს 1 წლის წინ ამავე საკითხზე ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმება. 2011 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით გოჩა ოკრიბელაშვილთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის ლბინების თანამფლობელია კახა იმედაშვილი. კახას ძმა ზაზა იმედაშვილი კი რუსთავის საკრებულოს წევრი და ტოლთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ტოლთა საკითხების დეპარტამენტის უფროსია. ვადასტურებ, რომ გოჩა ოკრიბელაშვილს ვიცნობ, კი არ ვიცნობ, მეგობრობ, მე და გოჩა ოკრიბელაშვილი ერთმანეთს ვიცნობთ 1972 წლიდან. ის არის ჩემი კლასელი. ერთად დავამთავრეთ სკოლა. შიდა საქალაქო და თბილისი რუსთავის სამარშრუტო ხაზების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გუშინვე შეწყვიტეს. რუსთავის მერთან შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ დავით ჯიქია მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა. თუმცა რუსთავის მერმა გუშინ ბრიფინგზე მძღოლების გაფიცვა საბოტაჟად შეაფასა.